ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 36. შეუსაბამით ციფრებით დანერგული ფიზიკურ სიდიდეებს ასოებით დანერგული ერთეულები და შეავსეთ ცხრილიო, ასეთი კითხვა გვაქვს. პირველი ეს არის ელექტროამოძრავებელი ძალა და ეხლა ამას აქ თუ გადავხედავთ ვარიანტებს. ელექტროამოძრავებელი ძალა ძალის ერთეულიც და ძაბვის ერთეულიც არის ვოლტი და მოდით თან განსხვავება არის თან შევხედოთ. ესე იგი დავიწყოთ ძაბვით, ესე იგი ძაბვა ეს არის ელექტრული ველის მიერ ერთეულოვან მუხტზე შესრულებული მუშაობა. და მის საზომი ერთეული არის ვოლტი და შევეკითხოთ გაგვიჩნდეს ელექტროამოძრავებელი ძალა რა არის. ელექტროამოძრავებელი ძალაც განიმარტება როგორც ერთეულოვან მუხტზე შესრულებული მუშაობა, მაგრამ განსხვავებით ძაბვისგან როცა ვამბობ ძაბვის შემთხვევაში, რომ ძაბვა ეს არის ელექტრული ველის მიერ შესრულებული მუშაობა ერთეულოვან მუხტზეო, ამ შემთხვევაში ელექტროამოძრავებელი ძალა განიმარტება როგორც ერთეულოვან მუხტზე შესრულებული მუშაობა არაელექტრული ძალების ზეგავლენით, ხო? შესაბამისად სახე ორივეს ერთი და იგივეა, თუმცა ფიზიკური შინაარსი ცოტათი განსხვავდება, როგორც ხედავთ, და ორივეს ვზომავთ ვოლტებში. ვოლტი გვაქვს ამ შემთხვევაშიც. ასე ბატონო ჩემო. შესაბამისად, პირველის და მეექვსე პასუხი კი გავარკვიეთ, ხო? ესე იგი, G არის, თან გადავხაზოთ, რასაც გავაკეთებთ. პირველის და მეექვსეს პასუხი არის, პირველის პასუხი არის G და მეექვსეს პასუხიც არის G. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე, ძალა. ხო, ძალის საზომი ერთეული არის ნიუტონი. თუ გავიხსენეთ ნიუტონის მეორე კანონს, F-ი უდრის M-ას, საიდანაც აჩქარებისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის F შეფარდებული M-თან. ხო? თუ დავაკვირდებით ამ გამოსახულებას, 1 ნიუტონი ძალა, ის თუ არის 1 ნიუტონი, არის ის ძალა, რომელიც 1 კილოგრამი მასის სხეულს ანიჭებს 1 მეტრწამ კვადრატ აჩქარებას. რატო 1 მეტრწამს? იმიტომ რომ ამის მაგივრათაც თუ 1 ჩავსვათ და ამის მაგივრათაც 1 ჩავსვათ, მივიღებთ 1 მეტრწამ კვადრატს. შესაბამისად ვასწვნით, რომ 1 ნიუტონი ძალა ყოფილა ის ძალა, რომელიც 1 კილოგრამი მასის სხეულს ანიჭებს 1 მეტრწამ კვადრატ აჩქარებას. ამიტომ ძალისთვის შევიდა ჩავწეროთ, რომ არის სად არის ნიუტონი, აი აქ არის ნიუტონი. და მეორეს V. მესამეს შევხედოთ, რა უნდათ მესამეში. მესამე, ხო? კი ბატონო, ესე იგი მესამეში სითბოს რაოდენობა, ხო, სითბოს რაოდენობა წარმოადგენს ისეთ ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც გვიჩვენებს რა ენერგია გადასცა სხეულმა სხვა სხეულს, ან მიიღო სხვა სხეულისგან სითბოცვლის პროცესში. ანუ ენერგიის განზომილება აქვს, ხო, სითბოს რაოდენობას. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ენერგიის განზომილება არის ჯოული, მაშინ სითბოს რაოდენობის განზომილებაც ჯოული ყოფილა. აბა შევხედოთ ჯოული სადა გვაქვს, აი ჯოული. ესე იგი მესამეს უნდა შემოვხაზოთ თუ დავჭოთ. ასე. სიმძლავრე, ხო, სიმძლავრე კიდე რაღა არის? სიმძლავრე, მოდი გავიხსენოთ. სიმძლავრე ეს არის, ხანპეთი აღნიშნავთ, ხან ენით ხოლმე არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის დროის ერთეულში სხეულზე, რაიმე ძალის ზეგავლენით შესრულებული მუშაობა, რომელიც იზომება ვატებში. 1 ვატი არის ისეთი სიმძლავრე, როდესაც ამ სხეულზე, მოცემულ სხეულზე 1 წამში სრულდება 1 ჯოული მუშაობა. აქ თუ ჩავსვათ 1 ჯოულს, აქ თუ ჩავსვათ 1 წამს, მივიღებთ 1 ვატ სიმძლავრეს. კი ბატონო, და მეხუთე ხახუნის კოეფიციენტი, ხო? ესე იგი მეოთხეზე მოვნიშნოთ, მეოთხეს G იყო, ხო? მეოთხეს არა, G არ იყო, მეოთხეს ვატი იყო, მეოთხეს E იყო, არ დაგვაქვს მონიშნა. ხოლო მეხუთეს რაც შეეხება, ეს არის ხახუნის კოეფიციენტი. ხო, მოდით გავიხსენოთ, რომ ხახუნის მაქსიმალური მნიშვნელობა ტოლი არის μ-n-ის. ხო, საიდანაც μ ტოლი იქნება ხახუნის მაქსიმალური მნიშვნელობა შეფარდებული რეაქციის ძალასთან. ეხლა F-ი ძალა არის, რომლის განზომილება არის ნიუტონი. იმის განზომილება, ხო?
რეაქციის ძალა, საყრდენის რეაქციის ძალაც ძალა არის, ესეც ნიუტონი არის. ნიუტონი შეფარდებული ნიუტონთან შეგვეკვეცება და როგორც ხედავთ, მ-ხახუნის კოეფიციენტი ყოფილა უგანზომილებო სიდიდე. შესაბამისად, მეხუთე გრაფაში არც არაფერს არ ჩავწერთ, რადგანაც ხახუნის კოეფიციენტს, როგორც ხედავთ, განზომილება არ ჰქონია.